დღეს საქართველოს ეროვნული გმირის მამია ალასანიას დაბადების დღეა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილმა ზუგდიდში ეროვნული გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. მამია ალასანია 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს. 2018 წელს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. მამია ალასანია ეროვნული გმირია. მისი თავდადება საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლოა. გმირების ხსოვნა არ არის მხოლოდ წარსულის პატივისცემა, ეს არის ვალდებულება, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ღირსეულად მათი გზა, რაც გამოიხატება ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის გვერდში დგომაზე, მათზე ზრუნვაზე და ჩვენ აფხაზეთის მთავრობა ყოველთვის ვიდექით ჩვენი დევნილი მოსახლეობის გვერდით, მომავალშიც დავდგებით, რათა კიდევ უფრო დავუყოთ ჩვენი გმირების სახელები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდში ჩვენ გვაქვს ეროვნული გმირების ხეივანი, სადაც ნებისმიერ ქართველს აქვს საშუალება, მათ შორის ზუგდიდელს, მივიდეს, პატივი მიაგოს იმ ადამიანებს, რომლებიც გამორჩეულები იყვნენ საქართველოს სიყვარული და თავი დასდეს მისი მომავალი ნათელი მომავლისათვის.